მეგობრებო, მოგესალმებით გიორგი ხიშტოვანი, ილიაუნის პროფესორი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. წარმოგიდგენთ ნინო არაბულს, რომელიც არის ჩვენი კურსდამთავრებული და ასევე ამჟამად ლექტორი ტურიზმის მიმართულებით და დღეს გესაუბრებით თემაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახლო მნიშვნელოვანი, რატომ არის ძლიერი მენეჯმენტის, ფინანსების, ტურიზმის და მარკეტინგის მიმართულებით განათლება მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და აი ამ თემას დავუთმობთ მომავალ 9 საათს დაახლოებით, ან 40 წუთს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჩვენი ლექციის შემდეგ გვექნება ასევე კიდევ ერთი დიდი შეხვედრა B201-ში ილიაუნის პროფესორებს, რომ განვიხილოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები დაკავშირებული იმ სიტუაციასთან, რა სიტუაციაც არის ეგრეთ წოდებული რეფორმის ფარგლებში. ჩემ ნაწილზე მოკლედ კეთყვით, მინდა მნიშვნელობაზე ვისაუბრო ბიზნესის განათლების ქვეყანაში. შემდეგ ვისაუბრებ გამოწვევებზე, რა გამოწვევის წინაშეც დგას ბიზნესის განათლება საქართველოში. როგორ ცდილობს ილიაუნი უპასუხოს ამ გამოწვევებს, როგორ ცდილობს ჩვენი ეგრეთ წოდებული რეფორმა უპასუხოს იგივე გამოწვევებს და რა შედეგები შეიძლება ქონდეს იმ ყველაფერს, რაც ხდება ჩვენ თავს და ბოლოს რამოდენიმე შემოთავაზება, იდეა, ნაბიჯი მაქვს ჩემთვის მონიშნული, რომელსაც გაგიზიარებთ სინამდვილეში რა მგონია უნდა გაკეთდეს ბიზნეს განათლების მიმართულებით იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. დავიწყებ მნიშვნელობით და მინდა ჩემ მოსაზრება გაგიზიაროთ თუ სამიასთან დაკავშირებით თუ რაზე დგას დღეს საქართველოში ეკონომიკა და მისი მედეგობა და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამის არის დინამიური ბიზნეს სექტორი ქვეყანაში და მოვიშველიებ ერთ რიცხვს, ჩემთვისაც გასაოცარი იყო, რომ დაახლოებით 300,000 აქტიური ბიზნეს სუბიექტი გვყავს ქვეყანაში. ეს არის ძირითადად ინდმეწარმეები არიან, მაგრამ ასევე იურიდიული პირები, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით მოსახლეობის 8% არის აქტიური ბიზნეს სუბიექტი, რომელიც ქმნის ქვეყანაში დოვლათს და უწყობს მის ეკონომიკურ მედეგობას ხელს. ასევე ხელს უწყობს არსებულ რეალობას ის გარემოება, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკის მოდელი და ჩვენ მცირე ბიზნეს განსაკუთრებით ბიზნესის კეთების თავისუფლების შესაძლებლობა გააჩნია ქვეყანაში. ძალიან საინტერესოა ზოგადად ის აღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, როცა ქართული ოცნების ნარატივს ვისმენთ, ისინი აღნიშნავენ, რომ ზედმეტი კონკურენცია არის ერთ-ერთი მიზეზი პრობლემების და არ მგონია შემთხვევითი, რომ აი სწორედ ხშირად აი ამ რაღაცა ზედმეტ კონკურენციაზე აპელირებს ქართული ოცნება. ვსტადავთ 20-26 წელს და ჩემი აზრით საქართველოში ბოლო 20 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდა ბიზნესის კეთების მაინდსეტი, ასე ვიტყოდი და მეწარმეობის აზროვნება. ანუ ხალხი მეც ფიქრობს, აკეთოს ბიზნესი, გახდეს მეწარმე, გამოიმუშაოს ფული. და გამოწვევა სადაც არის, ეს არის ის უნარები, რომელიც გააჩნიათ საქართველოში ბიზნესებს, მეწარმეებს, რომ უფრო შემდეგი ნახტომი გააკეთოს ეკონომიკამ. სხვა სიტყვებით, ჩემი აზრით ვართ რეაგირების რეჟიმში, როდესაც თუ გაჩნდა შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკა ადაპტირდება, ახერხებს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, მაგრამ უჭირს ნახტომის გაკეთება, უჭირს ინოვაციური გადაწყვეტების პოვნის პოვანა შეძლოს. მაგალითად 22-25 წლის პერიოდი ძალიან საინტერესოა ამ ხრივ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიხეირეთ სამწუხაროდ ომით უკრაინაში, რადგანაც ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, მაგრამ ეს არ იყო
ეს არ არის მდგრადი, ეს არის დროებითი, ეს არის დროებითი მოვლენა. და სად გვიჭირს, ეს მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, გვიჭირს სისტემატიზირებულ, სტრუქტურირებულ, ხარისხიან ბიზნეს განათლების მიწოდებაში და გვიჭირს სად? გვიჭირს მენეჯერებში, რომლებმაც უნდა შეუწყონ ხელი ბიზნესის ზრდას, გვიჭირს მარკეტოლოგებში, რომლებმაც უნდა ხელი შეუწყონ გაყიდვების დას, ახალ ბაზრებზე გასვლას, გვიჭირს ფინანსისტებში, იმ სისუსტიდან გამომდინარე, რომ ძნელია ფინანსისტების გარეშე ზრდის სწორი სტრატეგიის შერჩევა. შესაბამისად, მე ამ ნაწილს მინდა დავამთავრებ, მაგრამ გადავალ იმაზე, რომ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ნახტომისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის ბიზნეს განათლების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაც. რა მტკიცებულებები შემიძლია აქ მოვიყვანო, ხო? პირველ რიგში ეს არის ყველა გამოკითხვა, რომელიც საქართველოში ჩატარდება კერძო სექტორთან და სადაც პროფესიონალების ნაკლებობა სახელდება მთავარ პრობლემად. პროფესიონალი მენეჯერების, პროფესიონალი ფინანსისტების, პროფესიონალი მარკეტოლოგების. ასევე ამის მტკიცებულება ირიბი არის აბიტურიენტების და მშობლების ქცევაც. რატომ არის ბიზნეს განათლება მოთხოვნადი? რადგანაც მშობლები და აბიტურიენტები ხვდებიან, რომ ბაზარზე, სადაც ისინი შემდეგ აპირებენ დასაქმდნენ, მათი პროფესიონალიზმი მოთხოვნადია და ისინი მიიღებენ საკმაოდ მისაღებ ანაზღაურებას. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ თვითონ ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის ავტორებიც კი აღიარებენ, რომ მოთხოვნა ბიზნეს განათლებაზე არის მაღალი, უბრალოდ იწუნებენ სწავლის დაბალ ხარისხს. ამბობენ, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ ვერ ახერხებს აკადემიური სფერო მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას. მე ვეთანხმები, რომ ხარისხი არის გამოწვევა საქართველოში და მინდა ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გადავიდე. რატომ გვაქვს დაბალი განათლების ხარისხი, ბიზნეს განათლების ხარისხი? და აქვე ვიტყვი, რომ ეს არ ეხება ყველა გამოწვევა, მხოლოდ ბიზნეს განათლებას და ეხება ყველა სხვა სფეროსაც. პირველი ეს არის უხარისხო სასკოლო განათლება. და ჩვენ ვინც ვასწავლით განსაკუთრებით პირველ სემესტრელებს ხედავთ ამას, ხო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არ იცის კარგად მათემატიკა, ინგლისური, ქართული ენა და ძალიან ბევრი საბაზისო ცოდნა მას აკლია. მეორე ეს არის, როცა ვლაპარაკობ ბიზნეს განათლების გამოწვევებზე, ეს არის ასე ვიტყოდი, მტაცებელი შრომის ბაზარი. და ეხლა ვეცდები გავმიჯნო, გავმარტო რას ვნიშნავ, ხო? როდესაც ნიჭიერ პირველ სემესტრელს სწავლის დაწყების პარალელურად შეუძლია ძალიან კარგი full time სამსახური ნახოს. და ეს უქმნის უნიშნელოვანეს პრობლემას თვითონ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რადგანაც მისი საუკეთესო სტუდენტები სწავლის დასაწყისშივე იწყებენ მუშაობას. მესამე მნიშვნელოვანი ეს არის უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული სისტემა, როგორც გამოწვევა. რა არის ეს? ხო, ეს არის ყველა პროგრამისთვის ერთიანი flat rate დაფინანსება, რომელიც თან არიზდება. და რა რეალობას ვიღებთ, ხო, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია აპრიორი ხდება უნივერსიტეტისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. შედეგად უნივერსიტეტები ხარჯების სდიდან გამომდინარე ზდიან მიღებულ სტუდენტთა რაოდენობას, რაც შესაბამისად მერე იწვევს შემდეგს, რომ ვარდება სტუდენტების საშუალო ხარისხი. და მეოთხე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეს არის ინოვაციურობის, დინამიურობის ნაკლებობა სწავლის პროცესში. ბიზნეს განათლება არ ახარისებს პრაქტიკოსების აქტიურ ჩართულობას განათლების მიღების პროცესში. ამოთ გამოწვევაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ახლა როგორ ცდილობს ილია-უნი უპასუხოს ამ პრობლემებს და ჩვენი მიდგომა იყო და რჩება, რომ სწავლების მოქნილი მოდელი შევქმნათ. ნაკლები ბიუროკრატია. და
აქ მინდა ჩამოვთვალო რამოდენიმე ნაბიჯი თუ როგორ პასუხობთ და რა ნაბიჯები გადავდგით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. პირველი ეს იყო მეტი სასკოლო განათლება უმაღლეს განათლებაში. ანუ მეტი მათემატიკა, მეტი ინგლისური, ახლა უკვე მთავრობის მითითებით ქართული საბაკალავრო განათლების მიღებისას. მეორე ეს იყო სწავლის ცხრილის მორგება სტუდენტის საჭიროებებზე. ანუ თუ სტუდენტი მუშაობს, ჩვენ მას მეხმარებით თან იმუშაოს, თან ისწავლოს. მესამე ეს იყო ნაკლები შეზღუდვა პრაქტიკოსი ლექტორების მოწვევის პროცესში. რომ შრომის ბაზარზე მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს სწავლის პროცესი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრი პრაქტიკოსი. ბოლოს მაგალითად ეს იყო პროგრამების თემატური ჩაშლა. სადაც ცალკე მენეჯმენტის, ფინანსების, ტურიზმის მიმართულებით მეტი სპეციალიზირებისთვის მოვახდინეთ ცალკეული პროგრამების შექმნა. და ბოლოს ეს იყო სოლიდარობა სხვა პროგრამებთან, რომ მაქსიმალურად უპასუხოთ უნივერსიტეტის არსებულ დაფინანსების მოდელის სისტემას. აქვე უნდა ვთქვა, რომ ნაწილი გადაწყვეტების არ არის ოპტიმალური. არ არის ოპტიმალური ბაკალავრიატის საფეხურზე ასწავლიდი სკოლის მათემატიკას. არ არის ოპტიმალური ასწავლიდე იმიტომ ინგლისურს, რომ წესით ინგლისური უნდა იცოდეს აბიტურიენტმა, მაგრამ არ იცის. იგივე ეხება უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის ზრდას, სადაც ასევე იცი, რომ ეს გამოიწვევს ხარისხის შემცირებას. მაგრამ ეს იყო ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვდგამდით და ვდგამთ, რომ რეალურ გამოწვევებს თვითონ გვეპასუხა ბიზნეს განათლების მიმართულებით. ახლა მინდა მოკლედ ვისაუბრო, რომელ გამოწვევას პასუხობს ეგრეთ წოდებული რეფორმა იმ გამოწვევებიდან, რომელიც უდგას უშუალოდ ბიზნეს განათლებას და ზოგადად განათლებას. და დავიწყოთ პირველი სკოლა. ხო? აქ ჩემი აზრით უკან გადადგმული ნაბიჯი მივიღეთ. ანუ უნივერსიტეტისთვის ხშირ შემთხვევაში მოუმზადებელ აბიტურიენტს კიდევ უფრო უზღუდავთ განათლების მიღების შესაძლებლობა სკოლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მოუმზადებელი მოვა ის საუნივერსიტეტო სფეროში. მაგალითად, ავიღოთ შრომის ბაზრის გამოწვევა, ხო, როდესაც საუკეთესო სტუდენტები ნაცვლად სწავლისა პირველ სემესტრში მუშაობას იწყებენ. აქ საერთოდ არანაირ ნაბიჯს არ ქონდა ადგილი. ანუ არანაირ გადაწყვეტას არ სთავაზობს განათლების რეფორმა ამ გამოწვევას. ავიღოთ დაფინანსების მოდელი, ხო? დაფინანსების მოდელის ნაწილში ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ რაც ვიცით ოფიციალური რიცხვებით, არ გაზრდილა და არ იგეგმება გაიზარდოს საერთო დაფინანსება უმაღლესი განათლების. რაც ნიშნავს შემდეგს, თუ პროგრამულად გადაიხედა სიტუაცია და ზოგ პროგრამას გაეზარდა ერთ სტუდენტზე დაფინანსება, ზოგ შეუმცირდა, მივიღებთ რეალობას, რომ დაგვრჩება იმდენივე ბიზნეს განათლების მიღების სურვილი ნაკლები დაფინანსებით. და ბოლოს სწავლის დინამიურობის უზრუნველყოფა მეტი მოწვეული ლექტორის, პროფესიონალის სწავლებაში ჩართვის, აქაც უკან გადადგმული ნაბიჯი. მცდელობა არის, რომ მივაჯაჭვოთ პროფესორები უნივერსიტეტს და ბიზნეს განათლების შემთხვევაში ეს არის კონტრპროდუქტიული, რადგანაც ამ შემთხვევაში შენ ფაქტიურად ეუბნები პროფესორს არ იყოს პრაქტიკული გამოცდილება არ მიიღოს და ეუბნები პრაქტიკოს, რომ თუ უნდა რომ შემოვიდეს საუნივერსიტეტო სფეროში, ის უნდა მთლიანად დაკავდეს უნივერსიტეტში. რომ შევაჯამოთ აი იმ 4 გამოწვევასთან დაკავშირებით, რეფორმა ან არ პასუხობს ამ გამოწვევას, ან კიდევ უარესი, უკან დგამს ნაბიჯს. უკან დგამს ნაბიჯს. და ნუ რა არის, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და სპეციალურად მინდოდა აღმენიშნა, რა არის პასუხი რეფორმის ავტორების, ან ის არგუმენტი ამ ყველაფრის და ეს არის ეკონომიკის მიმართულებით პირველ სემესტრში პირველი ლექციის პირველი წინადადება, რომ რესურსები ოპტიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. ანუ ამით ასაბუთებს რეფორმის ავტორები ასაბუთებენ თლიან ამ გამოწვევას და ამ ნაცვლად იმისა, რომ უპასუხონ ამ გამოწვევებს, უნდა გვთავაზობენ, რომ ესე ვთქვათ, ერთ კუჩში ჩავყაროთ ყველა სტუდენტი, ყველა
ლექტორი, ამ ეგრეთ წოდებული ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის მიხედვით და ასე ველოდოთ, რომ სწავლების ხარისხი ქვეყანაში გაუმჯობესდება. შესაბამისად, აქ მინდა მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ, ჩემთვის დასკვნა გამოვიტანე, რომ ერთადერთი ფაქტორი, რაც სინამდვილეში ვიტყოდი ასე არაოპტიმალურ სისტემას, სიცოცხლის უნარიანობას და დინამიზმს აძლევდა, ბოდიში, დინამიზმს აძლევდა, ეს იყო მისი კონკურენტულობა, მისი მაღალი კონკურენციის ხარისხი, ამ დინამიურობას და ამ კონკურენციის ხარჯზე გეგმავენ რეფორმის ავტორები, რომ ის პრობლემები, რაც დგას განათლების სისტემის წინაშე, გადაიჭრას. ანუ იმის ნაცვლად, რომ და აქვე აღნიშნავ რა ხო, რომ კოლეგებმა დეფორმა უწოდეს ამ ყველაფერს და მე კიდევ დავაზუსტებდი რა, ეს არის ძალიან პრიმიტიული დეფორმა. ხო, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ რეალურ გამოწვევებს უპასუხო, გეგმავ რომ უბრალოდ ესე ვთქვათ, ერთ სივრცეში მოაქციო ყველა სტუდენტი და ყველა ლექტორი და უთხრა რომ აი როგორმე აწიეთ სწავლების ხარისხი. ბოლოს კენ წავალდა მინდა ასევე რამოდენიმე იდეა გაგიზიაროთ, როგორ შეიძლება რეალურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ბიზნეს განათლების მიმართულებით სისტემამ. და ამ ნაწილში ძალიან გამიხარდება თუ იქნება კომენტარები, კითხვები, დაზუსტებების ასე ვთქვათ საჭიროება და მე ჩამოვთვალე 8 და მინდა გაგიზიაროთ. პირველი მგონია რომ აუცილებელი არის მეწარმეობის ან ესეთი საგანის არის ბიზნესი და სამართალი ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანა. ანუ იმის მაგივრად რომ უფრო მოუმზადებელები არ მოვიდნენ სტუდენტები, დავეხმაროთ მათ უფრო მომზადებულები მოვიდნენ აბიტურიენტები უნივერსიტეტში. მეორე რაც ასევე კრიტიკული მგონია, ეს არის მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და უცხო ენების სწავლების მოდელის რადიკალურად გადახედვა სასკოლო განათლებაში. აშკარაა ჩემთვის, მე ვასწავლი პირველ სემესტრელებს, მე ვასწავლი მესამე სემესტრელებს, რომ შეუძლებელია თითქმის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება იმ საბაზისო სოდნით, რაც სოდნითაც ისინი მოდიან სკოლიდან. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი მგონია შრომის ბაზარზე სტაჟირების სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ანუ როგორმე უნდა მოგვარდეს პრობლემა მინიმუმ ბიზნეს განათლების მიმართულებით, რომ ეს დილემა სტუდენტს რო იმუშაოს თუ ისწავლოს გადაიჭრას. და თუ ეს არ მოხერხდა გამართული სტაჟირების სისტემით, ის არ მოხერხდება საერთოდ. ამიტომ მგონია რომ ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამაზე უნდა იმუშაოს წესით ყველამ, ვინც რეალურ რეფორმას ცდილობს, რადგანაც აქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს 4 წელი გაგრძელდება სწავლა, 3 წელი თუ 2 წელი, თუ საუკეთესო სტუდენტები პირველივე წლიდან მუშაობენ და შრომის ბაზარზე გადიან. მეოთხე ელემენტი ეს არის ეგრეთ წოდებული ასოცირებული ხარისხის ინსტიტუციონალიზაციის მცდელობა უმაღლეს განათლების სისტემაში. ამაზე იყო თავის დროზე ინიციატივები და ისის დავიწყებას მიეცა, თუნდაც 2 წლიანის, სადაც მართლაც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას მივცემ სტუდენტებს, მათ ვინცაც არ უნდა მაინდა-მაინც 4 წელი ისწავლოს უფრო ნაკლები და მერე თუ გადაწყვიტა უმაღლეს განათლებაში დარჩენა, დარჩეს. მაგრამ აქაც საჭიროა მოქნილობა და აქაც საჭიროა კონკურენცია, რომ შეეძლოთ სასწავლებლებს გაეჯიბრონ ერთმანეთს, რომელი სქემა იქნება უფრო უკეთესი, ხარისხიანი და მოთხოვნადი. და არა ის, რომ ერთ ყუთში ჩავყაროთ ყველა სტუდენტი და ყველა ლექტორი და ყველა პროგრამა და გქონდეს მოლოდინი, რომ ის უცბად გახდება ძალიან მაგარი. მეხუთე ეს არის ელემენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მგონია, ეს არის ორიენტაცია კვლევის საქმიანობაზე და ინტერდისციპლინურობაზე. ეს ინიციატივა ფაქტიურად კლავს ამ ყველაფერს, როდესაც უფრო ცოტა ხანი სწავლას ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში ახალისებს. ჩემი აზრით, აუცილებელიც არის, რომ წახალისდეს ფინანსურად მათ შორის 4 წლიანი საბაკალავრო და 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამების შექმნა და განხორციელება და
არა ისე როგორც ახლა, რომ თუ გინდათ გააკეთეთ, თუ გინდათ არავინ არ გააკეთებს. პირიქით უნდა მოხდეს მაქსიმალური წახალისება, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით ზოგადად მეკვლევის მიმართულებას ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფს, გავანადგურებთ თუ ჩვენ მართლა ამ 3+1-ზე ჩამოვყალიბდებით. რაც შეეხება რამოდენიმე უფრო გლობალურ ინიციატივას, მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეგრეთ წოდებული excellence ინიციატივების კონკურსების გამოცხადება და დაფინანსება, რომელიც ძლიერ უნივერსიტეტებს block funding-ის ტიპის დაფინანსების შესაძლებლობას მისცემენ და აქაც კონკურენტულ პრინციპზე იქნება დაფუძნებული რომელი მიმართულება მიიღებს ამ დაფინანსებას. და ბოლო ორი მე მგონი რომ კრიტიკულია სადოქტორო განათლების პრიორიტეტიზაცია, რომელიც ფარგლებშიც უნდა მოხდეს წესით კერძო სექტორის მონაწილეობით, გამოყენებითი კვლევების გაკეთება, მათ ფარგლებში დოქტორანტების მოზიდვა და ასევე გამოყენებითი კვლევების დაფინანსება, სადაც წინაპირობა იქნება ბიზნესის და აკადემიის შორის აქტიური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ისიც მესმის ძალიან კარგად, რომ ამ ინიციატივას სჭირდება დაფინანსება და პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო წესით რეფორმის ამოსავალი წერტილი და ჩვენ ბევრს ვეძიებდით სადმე ხომ არ გვაქვს ინდიკაცია რომ დაფინანსების ზრდა იგეგმება და ვერსადეს ვერ ვნახეთ. პირიქით გვაქვს შიში რომ შეიძლება უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაზე დაფინანსება შემცირდეს ვიდრე გაიზარდოს. და ბოლოს დასკვნის სახით მოპატით ცოტა გამიგძელდა შეიძლება სიტყვა დასკვნის სახით რა შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი ის რაც ვიცით რაც იგეგმება უკვე გადაიდგა ნაბიჯები ან ახლო მომავალში გადაიდგმება გვაძლევს ინდიკაციას უკაცრავად გვაძლევს იმის ინდიკაციას რომ იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც ქონდა ბიზნეს განათლებას უმაღლეს განათლებაში ვერც ერთ მათგანს ვერ პასუხობს აღნიშნული ცვლილებები და მაქვს წუხილი რომ პირიქით ჩვენ შეიძლება არა გაუმჯობესებული ბიზნეს განათლება მივიღოთ ქვეყანაში, არამედ უფრო ნაკლებ ხარისხიანი იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც იგეგმება. კიდევ ერთხელ განმეორდები, ის ცვლილებები კლავს დინამიზმს და კონკურენციას სისტემაში, მაგრამ ვერ პასუხობს მის ფაქტურად ვერც ერთ ძირითად გამოწვევას. აქ დავასრულებ ჩემ მოკლე გამოსვლას, მაგრამ ძალიან მინდა მოვისმინო თქვენი კითხვები და თქვენი ფიდბექი ამ საკითხზე და მინდა სიტყვა გადავცე ნინოს, რომელიც ტურიზმზე ისაუბრებს ცალკე, ამიტომ მე არ შევეხე ამ საკითხს და თავის ისტორიას მოგვიყვება დაწყებულს სტუდენტიდან და დამთავრებულს როგორც ტურიზმის პროფესიონალი და როგორც ილიაონის ლექტორი და ამ სფეროზე გამახვილებს ყურადღებას. ნინო. მოგესალმებით. მე ვარ ნინო არაბული, ერთ-ერთი პირველი ილიაონიელი და ფაქტიურად ეს 20 წელი გაიარა ჩემს წინ ორივე საფეხური ბაკალავრიატი და მაგისტრატურა მაქვს ამ უნივერსიტეტში დამთავრებული და დღეს უკვე ვარ ამ უნივერსიტეტის ლექტორიც. მოკლედ მოვყვებით ჩემზე, როდესაც მე ბაკალავრიატი დავამთავრე, როგორც უკვე აღნიშნე, პირველი ილიაონიელი ვარ. მაშინაც კი ვიყავი კონკურენტუნარიანი, ვინაიდან საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიაში ტურისტული კომპანია ჰქონდათ, სტაჟირებაზე მისულმა კონკურენცია გაუწიე ერთ-ერთ დედა უნივერსიტეტის მაგისტრებს და დამიტოვეს მე. რომელსაც ამ კომპანიაში გავიარე ყველა საფეხური და ტურიზმის განყოფილებას მართავდი საკმაოდ დიდ ხანს. შემდეგ უკვე გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა მაგისტრატურაში და ისევ ავირჩე ილიაონი და უკვე მომიწია რეფორმირებულ ილიაონიში, სადაც უკვე შედეგები იყო დამდგარი მაგისტრატურის გავლა, რომელიც იყო არსებითად სხვა ვიდრე იყო მანამდე ბაკალავრიატის დროს. ილიაონის ლექტორებისგან და ჩემი სამაგისტროს ხელმძღვანელი იყო გადამწყვეტი, ისინი მუდმივად მხარს მიჭერდნენ ილიაონის ტურიზმის სკოლა. მუდმივად იყო ჩვენ როგორც სტუდენტების მხარდამჭერი და მადლობა მინდა აქ საჯაროდ განვაცხადო ჩემი ლექტორებისთან.
ვინაიდან ჩემი სამაგისტრო გარკვეულწილად პრაქტიკულ პროექტად ვაქციეთ და ხევსურეთში დღეს არსებობს გაცოცხლებული სოფელი ჩირდილი, რომელიც იყო მთლიანად მიტოვებული. ჩემი სამაგისტრო იყო ხევსურეთის როგორც რეგიონის განვითარების კონცეფცია და ერთ-ერთი მოდელის შევქმნით დავაფუძნე იქ ფესტივალი და 3 წლის განმავლობაში ვატარებდი ფესტივალს, რამაც დაარწმუნა გვერდით სოფელში მცხოვრები, წარმოშობით აქედან ადამიანები და დღეს ამ სოფელს უწოდებენ ხელოვნების სოფელს, იმიტომ რომ ხელოვნების ფესტივალებს ვატარებდი და არის სამი სასტუმრო და ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე აქტიური სოფელია. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზმის სკოლის ლექტორებს და ამისთვის დიდი მადლობა. ასევე აქ მიღებული სწავლა და განათლება დამეხმარა იმაში, რომ მე მუშავა როგორც დამოუკიდებელ ტურიზმის კონსულტანტს და ექსპერტს, როგორც საჯარო სექტორში, ასევე არასამთავრობო სექტორში. მათ შორის საჯარო სექტორში მომიწია რამოდენიმე წელი ყოფნა ბიზნესის პარალელურად, თუმცა აი ამ კანონების შემდეგ, რა თქმა უნდა, იქიდან დამემშვიდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მილიონი ევროკავშირის დაფინანსებული სხვადასხვა პროექტებიდან წავიღე მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თუშეთში გავაკეთე სტრატეგიული მსხვილი და პატარა პროექტები, მაგრამ 2024 წელს მითხრეს, რომ ნახვამდის კარგია და შუაში მიმატოვებინეს პროექტები, მაგრამ არაუშავს. მგონია რომ დავუბრუნდებით იმ გზაზე. ხო. რასაც მინდა დაუბრუნდე და მადლობა ვუთხრა ილიას უნივერსიტეტს, რომელიც არასოდეს არ ივიწყებს თავის ილია უნიელებს. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ტურიზმის პროგრამა, ტურიზმის სკოლა, პატრონმა გიორგემ თხოვა რომ წამეკითხა ერთ-ერთი საგანი. ვინაიდან 15 წელი როგორც გეკითხა ტურიზმში მუშაობდი როგორც მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე ვიყავი ღონისძიებების მენეჯერი და სახელმწიფო და არასახელმწიფო ძალიან დიდ პროექტებს ვაკეთებდი. ფიქრის მერე დავთანხმდი, მოვემზადე, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა როგორც ლექტორის. და დღეს ილეონში ვასწავლი ღონისძიებების მენეჯმენტს და სატრანსპორტო ინდუსტრიას. და რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ ნაწილში არის ის, რომ ერთია სწავლება და მეორე არის თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. კომპანია, რომელშიც როგორც ბიზნესში ვმუშაობ, არის ტურიზმის პროგრამის, ტურიზმის სკოლის მრჩეველთა საბჭოში და რაც არის უნიკალური ტურიზმის პროგრამის ამ უნივერსიტეტში არის ის, რომ ინდუსტრიასთან აქვს მჭიდრო კავშირი. მუდმივად არის ცვალებადი ჩვენი საგნებიც და თვითონ საგნის სტრუქტურაც, მუდმივად არის სიახლეები ყველა საგანში. ლექტორები არიან და ვართ პრაქტიკოსები, მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პროფესიონალები და მუდმივად სიახლეებისადმი არის მიდრეკილი მთლიანად ეს პროგრამა. როდესაც გველაპარაკებიან სტატისტიკაზე, მოკლედ შევეხები იმას, რომ მუდმივად ამ სფეროში არის კადრების დეფიციტი. პირიქით, ამ ლოგიკით უნდა გავზარდოთ ამ მიმართულებით განათლება და ამ დროს გვიმცირებენ ან მთლიანად გვიზღუდავენ. როდესაც სხვა უნივერსიტეტებში ფიქრობენ, რომ გადაიტანონ ან გადაიტანეს კოტები, ავიწყდებათ კონკურენცია. დღეს ყველაზე კონკურენტული ილეონის ტურიზმის პროგრამა არის სწორედ იმ დიდი ხანგრძლივი შრომის შედეგი, რომ მას აქვს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამა და 2025 წელს 260 ადგილზე 3000-ზე მეტი განაცხადი იყო, ანუ ერთ ადგილზე მოდიოდა 11 პლუს პირველადი განაცხადი. მაშინ როცა სხვა უნივერსიტეტებში საერთოდ კვოტებსაც ვერ ავსებენ. ამიტომ ლოგიკას ცოტა ვერ ხედავ, არ ვიცი, ეს რეფორმა არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის დეფორმა და მინდა საბოლოოდ აღვნიშნო, რომ და დავამთავრო იმით, რომ მადლობა გადაუხადო ილეონის, მის ადმინისტრაციას და ლექტორებს, რადგან ილეონიმ რაც მომც არის მენეჯერული ცოდნა, ორგანიზაციული კულტურა, ღირებულებები, მეგობრები და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბაზარზე ნამდვილად ვარ კვალიფიციური და საკმაოდ მოთხოვნადი კადრი.
და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი სტუდენტები ხშირად მხვდებიან რეგიონებში, აი აეროპორტებში, სატრანსპორტო კომპანიებში, ტურისტულ კომპანიებში დასაქმებულები და ჩვენი სტუდენტების უდიდესი ნაწილი ჩემსავით უკვე არის დასაქმებული და ამიტომ არ ვიცი რაღაცა ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ასე მგონია, ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ და მგონია, რომ დრო არის, რომ ტურიზმის პროგრამა არა, მთელ უნივერსიტეტმა ალბათ რამე ინიციატივა უნდა მოიფიქროს და მოვიფიქროთ, რომ ტურიზმის სექტორი რამენერად ჩავრთოთ და ხარში დაგვიდგეს, რაღაც ან კვლევა ჩავატაროთ, რომ ამით იქნებ დაუსაბუთოთ და იქნებ რაღაცა კიდევ დასაბუთებულად რამდენად გაიგებენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის. მადლობა კიდევ ერთხელ. ერთი რაღაცა მინდა აღნიშნო კონკურენციაზე იყოს ლაპარაკი რა. ამას მე მგონი ძალიან ხაზი უნდა გაუსვათ და ეს დედა უნივერსიტეტი, ჩემი დედა უნივერსიტეტი იყო პირველად იქ სწავლობდი, პირველი უმაღლესი სასწავლებელი რომელიც იყო და მე ღმათა ვარ დარწმუნებული რომ დათურ სამსახურს იკეთებენ იმითი, მაგალითად რომ მთელი ბიზნეს სკოლა ჩვენთან აღარ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქნება მარტო მანდა რა. კონკურენციის გარეშე ხარისხი ძალიან დაიწევს და გასაგებია რომ მატერიალური იმისთვის მისცეს ეს მთელი ადგილები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დათური სამსახური იქნება იმ სკოლისთვისაც და პრინციპში ძალიან დროებითი ის იქნება წახალისება კიდე დაფინანსების რეფორმას მოიგონებენ არ ვიცი და საბოლოო ჯამში ხარისხი ბიზნეს განათლების სამწუხაროდ ძალიან დაიწევს და დარჩება რაღაც ელიტური, იმიტომ რომ 1-2 კერძო ხა ბევრ კერძო უნივერსიტეტში ვერ ვიტყვი რა, რამდენიმე ესე თქვა კერძო უნივერსიტეტში დარჩება ეს ბიზნეს განათლების კერა და ეს სულად არ იქნება საკმარისი იმისთვის, იმ მოთხოვნისთვის, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და თუ ბაზარზეა ლაპარაკი, რა ვიცი, ყველა ნორმალურ ბაზარს უნდა აცალო, ხო? ბაზარი თვითონ გადაწყვიტავს მოთხოვნა მოწოდების გზით, ილიაუნი უნდა, თესე უნდა თუ რაღაც. ესე ხელოვნურად შეზღუდვა და კოტების დაწესება, ეს არის ბაზარზე პირდაპირ ზემოქმედებას, კარგი არავისთვის არასოდეს არ მოუტანია რა. შეიძლება დროებით კარგი მოუტანოს დედა უნივერსიტეტს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს მოკლავს ეს რა, იქაც დათურ სამსახურს უკეთებენ როგორც აღნიშნე და აი თავარ ბაზრის პრინციპს არის. გადაწყვიტო სტუდენტობა, რატო უზღუდავ კოტებს? უნდა ილიას უნივერსიტეტში მოსვლა, უნდა თესეუში, უნდა ხო? უნდა სხვა უნივერსიტეტში კერძოში ფული არ აქვს, შეიძლება სესხი იშოვოს და წავიდეს იქ, მაგრამ რატო უზღუდავ რა? ეს არის ბაზრის იმაში კლასიკური მაგალითია ბაზრის მოქმედებაში სახელმწიფოს ჩარევის რა. ამას კარგი არასოდეს არსად არ მოუტანია და განწირულია ესა წარუმატებლობისთვის. ავიცი ეს მინდა თუ ვინმე ისმენს ეს უთხრა რომ არ შეიძლება ბუნების და ბაზრის ელემენტარული კანონების დარღვევა რა. სხვა თუ არაფერი რა და აი ეს მინდა და მეთქვა. რა გამოწვევა აქვს ბიზნეს განათლებას? ეს აქვს სუსტი სასკოლო განათლება, არაოპტიმალური დაფინანსების მოდელი, შრომის ბაზრის უხეში ჩარევა სასწავლო პროცესში იმ გაგებით რომ მიყავს საუკეთესო სტუდენტები რაც შეიძლება მალე და აქვს გამოწვევა რომ არ იზიდავს პრაქტიკოსებს ისე აქტიურად იმ სქემებით როგორც უნდა მოიზიდოს ბიზნეს განათლების მიმართულებაში და კითხვა არის როგორ პასუხობს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ამ ყველაფერს. საერთოდ არ პასუხობს. არ პასუხობს. რომელს პასუხობს? ერთადერთი ჩემი აზრით იმის გათვალისწინებით თუ რამდენად არაოპტიმალური იყო არსებული სისტემა განსაკუთრებით დაფინანსების ნაწილში და განსაკუთრებით ამ დაფინანსების არზდის ნაწილში ეს იყო კონკურენცია. კონკურენცია გვაძლიერებდა ჩვენ, აძლიერებდა ყველა სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტს და ამ კონკურენციის საშუალებით ვახერხებდით ჩვენ გვეპოვა мотивация რომ შეგვიქმნა ახალი პროგრამები. მოგვეყვანა ახალი პრაქტიკოსი ლექტორები. ანუ კონკურენცია ხდიდა პროგრამებს უკეთეს და აძლევდა სტუდენტს არჩევანს. ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი კლავს კონკურენციას და ვერც ერთ რეალურ გამოწვევას ვერ პასუხობს, რომლის წინაშე დგას ბიზნეს განათლება კონკრეტულად და ზოგადად უმაღლესი განათლება. ამიტომ მიგვაჩნია რომ ეს უფრო სხვა მიზნების მატარებელია ვიდრე განათლების ხარისხის გაუმჯობესების, მათ შორის ბიზნეს განათლების ხარისხის გაუმჯობესების. ყველას დიდი მადლობა რომ
აქ იყავით, მადლობა რომ მოგვისმინეთ. ჩვენც გავაგრძელებთ ამ სერიას. გვინდა რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდეს. ჩვენი გამოწვევა ის არის რომ არ დადეგების ბოლო კვირაა, შესაბამისად სტუდენტების უნივერსიტეტში მოყვანა ცოტა ძნელია არ დადეგების დროს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ სესიებს და იმედი გვექნება რომ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ამ სესიებში სტუდენტები და კიდევ უფრო აქტიურად, უფრო საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ მათთან ერთად.